ანესტესია, როგორ ჯახდნენ რატო არ ჩახვედი ეზოში? გთხოვ, იო ჩემი მზე. არასდროს აღარ ვერ მე მაგას ესწევში. გამოგაგდეს? ხო აი გამაგლია ზუსტად რა. პოსტის დადეს. საკეიბოთ მიდიან. თიკაო? თიკო ჩაღარ არის შენი მეგობარი? პეჩენიები მოქონდა ხოლმე. თიკო, ეხლა მითხარ თუ ხარ თეთრული თეკლა გურგენიძის პოსტზე და მეორე, საწო მიდიხარ მტრებთან საკეიბოთ. გეგმა მაგდა დამაცდი? გელოდები. ანესტესია, დურაკა მაინც მეთამაშე დასანამ მოვა. რა? თიკომ ლექსო და თეკლა დააშორა ერთმანეთს. ვიდეო ჩამიგდო ჩხუბობენ. ანუ ისე მომიწანს ხოლმე იუბილეი პეჩენიას? სიუარული მოვაჩებოდო. იმენა ვერ ვიჯერებ როგორ დააშორა თეკლა გურგენიძე და ლექსო ესე უცებ. და რა იყო არ მიცნობ, ინტრიგა დავთესე, გაიზარდა და ბუმ, გასკდა. პროფესიონალი ხარ, აბესტა. არ გაიხედო კი თეკლა გურგენიძე მოდის. ვა, გოგოებო, რა იყო, ჩვენ და შორიფას აღნიშნავთ? ესეც დაობა. თან ერთჯერად იყავებით. მრავალჯერადი შენს გვიყოფი. აუ თეკლა რა გინდა ვერ გავიგე, მეორე ტურს იწყებ? რა და მე რო ყველა ვარიანტში ვიღებ იმას რაც მინდა იქ ხო იცით უკვე და შეიგნეთ და ძალიან გთხოვ წინო გადამეღობებით რა. ალბათ იმიტომ მიიღე ხო იმ დღეს ქართული საკონტროლოში სამიანი გინდოდა. თიკო გაჩუმდი, ორიანი მივიღე მე მაგაში. ხო და იმას რომ უფრო ლექსი ერთხელაც მარტო მიში მიყვარებს, ეს დაიმახსოვრეთ რა კარგად. წავედი. ბაზარი არა, თეკ, ერთხელ ნეხუც აყოლდებაო. აუ ჯერ ქუჩიდან წივილ-ტივილის ხმა შემოდის და ვერ სწავლობ განალების წაბულას. მოვედი მესახში. ანასტასია, რატო იყო ეზოში ჩხუბის ხმა? არ ვიცი, წავედი მე ჩემ ოთახში. გაყრიან ამ შვილებს ქუჩაში და აღარავინ აღარ არის მერე ყურადღებას მიმქცევი რა. დიეტის მომგონს. აღარ შემიძლია რა. ჯერო ჯარგოიო. მარხვაშა ცხოვარგო ხოლმე. არაო მარიკო, 3 დღეა მივყვები ახლა და ეს რამდე გავქაჩავ არ ვიცი. დედა ძალიან მაგარი რაღაცა იმოგიტანე დიეტისთვის. ანასტასია ციციბურად ახლებცი არ და მანახო ახლა რა. რა მომიტანი აბა? ენერგი დიეტი იცი? შენ თუ გინდა, მომწერე ინსტაგრამზე. გამომედი. აჩვენე ერთი. უი რა კარგი რაღაცა. დაიმსახურეთ, დღეს კარტოფილს შეგიწვავთ. აუ, მაშინ ძელივით არ დაწვა რა. წაფის გემო უფრო ქონდა ვიდრე კარტოფილის. ინგა. აი, გამარჯობა. აი, პეროგი გავაკეთე და მიირთვით. ფაიმედეთ. ჯეიზუში ჩავალ რა, მელოდებიან ბავშვები. არავითარ შემთხვევაში ამარიკო, რაღაცას მოიწევ და შემომაკვდები მერე კიდეც ხელზე. აუ, ყველას უშვებ მშობლები და მე ვარ მარტო გამოკეტილი სახში რა. ხო იცი მე რატო ხარ გამოკეტილი? გარაჟში რო გადმოვარდი. აღარა ვარ გარაჟზე. გთხოვ რა. ახვალ მამაზეც ერთანაც. წადი ხო? ოღონდ მალე ამოდი. ინგა როგორ ხარ? აი მოგიტანე ჯაშუშური ქათამი. აი. ომარიკო დავინახე კიბეებზე ჩარბოდა. ხო, ჩავუშვი იმდენი მეხვეწარო რა ვიცი რა. დაჯექი მიდი, დავადგა მე რა სტვარემს. აუ მეც დავлеყავას, მაგრამ ისტორიებს. ანასტასია, ხო იცი რომ შენ აკრძალული გაქვს სამჭიქაზე მეტი? მართალია, ექიმს ვუსმინე და 2 ჭიქაზე მეტი არ შეიძლება. აუ არა, მაგრამ მე ვესიბუდა ეს ქალი. იმენა მიქარა. ხო და ასე გავაჩინე ომარიკო ჩემოლია. რა ხმებია გაწუქარეთ. ვინ მიდეკოს? ხომზია. რა? აუ ჯე მესამე დღე გეჩხა სათო გვაჭმე. რას ქვია რატო გაჭმევ? სახში რო საჭმელი კეთდება ყველა უნდა ჭამოს. ნაირნაირებს ვერ გავაკეთებ.
და რეალური მიზეზი რა არის? ნუ ახლა ცოტა დიეტა არავის არ აწყენს. რაღაც ერთი თვეთან მოვიმატე და უნდა დავიკლო. მოიმატე? ჩემი მეგობარი ლაშას დედაც გასუხდა და მე გაიგეს რომ ბავშვი ყავდა მოცელში. ხო აი ერთ შენაირი მაკლია ზუსტად. ბედნიერად რო ვიცხოვრო. მორჩით ახლა სისულელებზე ლაპარაკს და ჭამეთ ეგრეთში ხა. თორე ხვალაც მაგას გავაკეთებ. იმენა გამოვიფიტებით ამ დიეტით. რა გამოგფიტავთ, ვერ გავიგე არაჩვეულებრივი ბროკოლი უნდა გავაკეთო ხვალ. ეგ რომელია? ანასტასია უნდა გავშიყრის ხოლმე? აურე ტუპოი ბავშვია პროსტა. აუ ზოგჯერ გონია ხომ რომ მაგარი უშნო ვარ. უშნო რატო ხარ ახლა ვერ გავიგე. დედა კარგი ყავს და მამა შენიც არ იყო ახლა შეუხედავი კაცი. თეკლებ ორგანიზმ ჩამინა მივეკა Facebook პოსტით. თავის მოულა რა გახდა ზოგიერთებისთვისო. ჯა მაჰლა რომ მოვარო. ხოლე ძალიან მაგარი რაღაცა მოვიფიქრე ახლა. თიკო, დიღომშუნა გამომყვე. სილამაზის ცენტრში. რომელში და DMS-ში. ჩაიცვი. და მან რომ მიხვალ რას გაიგეთებ. ატო არ გაიგეთო იცოდე ქალბატონო. ჩამოვწერე აგერ. სახე, ფჭრილი, თმა, მაკიაჟი, ყველაფერი. ფლაც ხა ადამიანი ნუ დაბრუნდები ახლა. ან ისე გიჯობია სხვა დაბრუნდე. მოგესალმებით, ჩაწერილი ბრძანდებით ჩვენთან? დიახ, ანასტასია ზედგენიძე. მაგარი პოსტები ეძრობა Facebook-ზე. პუტინ ხუილო. აბა გაემზადეთ ახლა დროულად, აქციაზე უნდა გავიდეთ აუცილებლად. აუდი, მოჭახილი-ხილებით ხوار წამოვალ. პირიქით, მასე უნდა წამოხვიდე. იქნება ეცეს თვალი პუტინსაც და მოტყდეს. აქციაზე ხო ყურიან ხოლმე რაღაცებს, ჩვენ რა ვიყუროთ? რადა სლავა უკრაინი. უისე მიდი ჩაძახე მეორე სართულზე სლავა პაპას და უთხარი რომ აწი გავდივართ და გაემზადოს. იმენა მთელი სამეზობლო მოდის რა. კი, ბევრი მოდის ძალიან. დიახაც უნდა წამოვიდნენ. ლია ჩუმოდის კაია. საჭმელებს წამოიღებდა. საჭმელები კი არა, სუფრას გაგიშლის იქ. დამშეული ბავშვი. ინგა მემზადვარ, ბლინჩიკებიც მომაქვს. პირზე მაგიჟებს ეს ქალია. აუ, გამრავლების სტაფლაზე რომ დამცინი ხარ ხოლმე, შეთვითონაც არის ძიეკ წესიერად. დაგენიძლეო გინდა? აბა მითხარი მაშინ თუ იცი რამდენია? 8x8. ტრეკი გაგერღვა. აუ, რატომ მეუნიო უზელო რაღაცებს? ეხა ნერვები არ მომიშალოთ, იცოდე ახალი ამოსული ვარ ეკლესიიდან საკურთხი ჩავიტანე. თორე ჩაგწევთ მოსახსენიებელში. მან ვინ ჩაწერე? კოტე პაპა, დოდოდეი და ეხლა რომ მოკვდა. იმდენი საჭმელი წაიღე ეკლესიაში რომ მაგერ სუფრეს გაშლია ძალიან. გადაცვლით ესულები. პურია ამოსატანი. დოდო ჩავა. მარტო ეგარი ნაჭამი ჩვენ შორის. მე ვერ ჩავალ. მოჭახილი მაქვს და ფურს ვერ ვიჭერ. მე ჩავალ. ანასტასია რა გჭირს? პროსტა მაგარი კოლიო გაიმაზე. რა უბედურება, ესე იგი გრამი შაქარი აღარ არის მაღაზიაში რა. იცი ბევრი ვინ წაიღო? ლიაროე შენი მეზობელი. 20 კილო ამაწონინა. არა თამუნა ექსუ ეგრე ზიდავს მაღაზიიდან, რა მეშოკებით, იმდე რაღაცა საცხობს სახლში რა. გამარჯობა გითაყვა. იცი პური თუ შეიძლება. ანასტასია გამოვატანე მე უმარიგოს დილით პური და რა იყო შეჭამეთ უკვე? ჩვენ არა. მაგრამ ზედერბეზუთერი ძაღლია, მაგან კი. არა დადურა ბავშვია რა. აჰა წაიღე და იმყოფინეთ ახლა საღამომდე, კრიზისია. როგორ უნდა შეგიჭამოს აღმა პური, ჰა? დედა რა კაი გოგო გყავს ინგა? არა თხოვებ. გოგო 17 წლის არის ჯერ, მაგრამ ესეთი რომ არამდარ გამტაცებს სახლიდან ნამდვილად. ანასტასია მოიტანე პური? რა გჭირს? მაგარია პესნი ძაღლი ყოფილა. ლაიპი, მაგას აუმე გუია და პროსტა. მაგარ ხასიათზე ხარ ქალბატონო, ჩვენ და გასაკვირად. გოგოები გავდივართ კაფეში საღამოს და იმედია რომ აჭიმშხამდება. უი ძალიან კარგი,
მაინც არ მინდოდა ბავშვი რომ დამეტოვებინა მარტო სახლში და გაიყოლებ თან. აუ კი რა, მიყვარს კაფეში რა ნამცხრებია ხოლმე. ერთი ეს წამოვა კაფეში და მეორე დოდო ადგება საფლავიდან. აუ ასე ძალიან მიყვარ არასოდეს. რამდენიმდე ვიყო გამოკეტილი სახლში? მეტის ნერვები მე არ მაქვს. გავდივარ და შეთანხმდით თქვენ თვითონ. რა? აუ ვიღარ მივდივართ. და სულ შენ თასობების გამო. ხო და ის კარტოფილი შევჭამოთ დაფაზეროა. უკვე this piece is me big first. Анастасия, кухняში ტაფას ცეცხლი უკიდია. აუ, კაჟერი გავაჩინე პროსტა. მოვედი. აჰა, სახლშიც ყოფილ ხარ ძალიან კარგი. ვინ დაწვა ეს? ლალები, მაყვარს გიგოს ჩვალები, ანასტასიამ გადაწვა დღეს კარადის კარები. თეკლა გურგენიძე ფორმაშია. პოსტები არ ეყოდი, ხა პირაში მწეს გველობებს. აუ, მაგან კიდე რა ვერ ამოანთხია ბოღმა რა. ნეტა რა გიკვირთ ერთი, მაგ კატეგორიის გოგოები ეგრე იყვნენ მის დღემში. სანამ არ ამოანთხებენ ბოღმას არ მოისვენებენ. აუ, მაინც უეშინე ჩამაგდებინოს რა. თეკლა შენზე რა სიძახიან იცი უბეში? ქართული გრამატიკიდან მარტო მიცემითი ბრუნვა იცისაო. ინგადეიდა ყველაფერს თავი დავანებოთ გენიოსია ეს გოგო რა. ნუ ახლა კითხვა პასუხი არ უნდა გეშლებოდეს ადამიანს ზოგადად. და მე რო კითხვა მეშლება წამომით აკავხომი თავში. გაჩერდი ერთ შენი ჭირი მე რა. ომარი გვაქვს სერიოზული ხარხი ვლაპარაკობთ. დასრულები თუ გასულები? რა გასულებიო მარიკო? ანასტასია უნიოდა წეღან ციკოს რო გუში რომ მოვწიეთ მაგარი გასულები ვიყავეთო. ანასტასია დღეს რო იცოდე შენი ჯერია მაღაზიაში რო ჩახვიდე. ხო აი ნელა იყავი ფიხერაფის ეწამოგრა. ინგა დისტრიბუციის თედო იყო მოსული დღესა. კი თამოიყოვებ დაახლოებით 1 საათის წინ მოსული გავისტუმრე და რატო გაორბიხარ ისე მაგ ბიჭს მე არ მესმის. უიმე გოგო მაღონებს ძაანა, მოუკრეფავში არის გადასული. დაუსრულებელი მესიჯობა გაგონილა. კაი ახლა ხო რა იყო დიდი ამბავი. ომარიკო, რატო არ ჩამოვიდა ეს ხალბატონი თვითონ? მაინც მე გამომგზავნია, თან დედა სნიკერს მოგცემსო. აი რა ბოთი ხარ რა, მოგატყუა. სნიკერსებში მახტებინი ახლა კიდე ფულები რა. კაი გოგო რა იყო მიეცი ბავშვსა. აიღო მარიკო მიდი ჩემს სახელზე. დედა ისევ თედო მობრუნდა. ინგა გეხვეწები გავარცა წყობში არ მაქვს ამისი ნერვები რა. კიდე სალმები. ზაროა ბატარა ბიჭი. დამონა არ გამოჩენილა ხო? უი რა ვიცი აბა თედო არ მოსულა დღეს. კი როგორ არ არის? აი იქ არის საწყობში შესული. წადი ახლა დროზე სახლში. დამონა როგორ ახარ? დი ნეტო მასწავლებელმა 7-ზე ისწავლეთ გამრავლების წაბულაო და მე ჯერ 4-ზეც არ ვიცი. აუ ტიპი რეებზე დადობს რა. მე კიდე წინა წელმეშინი აბიტურიენტი რო ვიქნები. ანასტასია შენ სადაბარებ? სადალესმზე. ლიჟბი სადმე მოხვდე. ძალიან კარგი არის პოლიტექნიკური. პოლიტექნიკური ქონდა დამთავრებული ცხონებულ მამაჩემსაც. დოცენტი იყო. მე რო გავირდები, პოლიციელი უნდა გამოვიდე. ომერიკო, ექიმი რო გამოხვიდე, თან საკუთარ თავს მკუნალებ უფასოდ. რაც ნამდვილად გჭირდება. მაგ ლოგიკით შენ ფსიქიატრი უნდა გამოხვიდე. ბედერი არ არის და სახში ვიმუშავებ. ბარეხამ გვაქვს უკვე ფსიქიატრიული აქ. მე გავალ სახლში. არა რატო? აი ჩემი მდივანი ჩაგწეთ სეანსზე. ესე იგი ამ სამსახურის გადამკიდე ერთი ვეღარ მოვიცალე რო გვეჭორავა რა. და საღამოობით ვიჭორავთ ხოლმე, მე რა ეგრა პრობლემაა. საღამოობით მეც მცელია ხოლმე 7 საათის მერე. ხოდა რა გინდა მე რა აშენებულა ქვეყანა. ანასტასია ლალი დეიდა რა მაგრა ლაპარაკობს ხო? აშენებულა ქვეყანა.
შეც მაგრა დატბორე იმ დღეს. წყალი რო ჩაუშვი. გოგოებო, რომელიმე სისპანახის რეცეპტი ხომ არ გაქვთ? ვაიმე, ლია, მე მაქვს არაჩვეულებრივი. ჩავიწერ მერე, თურმე ძალიან უხდება ნიბოზი. ნიგოზი ქვია მაგას ლია. ცოტა ეშლება ქართული. თავარი ადამიანობა არ ეშლებოდეს, თორე დანარჩენს რას დაეწებ. რას ლაპარაკობ, ადამიანობა რო არ ეშლება, მაგიტო დავახლოვდით თორე. ნამდვილად მთავარია ადამიანიობობა. დედათა უნდა რა კარგი ამბავი მითხარი ახლა, ჰა? კარგი ჩემო კარგო, ხვალიდან მანდვარ. კარგი. ჯერშად მიდიხარ ხვალ? ქვემოთ ჩვენთან მაღაზიაში სჭირდებოდათ კიდე ერთი გამყიდველი, ხო და მე ვიწყებ ხვალმან მუშაობას. რა თქვი? საბა, მაღაზიაში გეტი შენს აღარ გვაქვს ვაფშე. იმიტომ ჯერჩემ დაიწყო მან მუშაობა. ჯერშახში აღარ იქნები ხოლმე? მაშინ დელი თუ გადამცეს პეჩენია. ასე თუ გაგზავნა პეჩენია კი არა, პურიც აღარ გადაგწდება ყელში. დავიხოცებით მშივრები. მაგრამ მოვკვდებით? მეტი რა უნდა მოვკვდე? პანიკა დავშვი. ომარიკო რა შვები აბა? უნდა იბანაო დღის ცოტი არ დაგავიწყდეს. დედა ამას ვინს ვხედავ? ინგა, გოგო აქ რა გინდა შენ? ლალი, ჩემო საყვარელო, ხო აი ასე აქ დავიწყე მუშაობა. სულ დაივიწყე, ხო შენ ქვედა მეზობელი, აი ბავშვი დავინახე წეღან არბოდა მომესალმა და მარტო თუ ყავდა დატოვებული გეთქვა და ავხედავ ხოლმე. ოფისე კი ვინერვიულობ ცოტას რაღაცნაირი დაბდურა ბავშვია და აძახი ხოლმე რა გეხოცები თუ არ დაგეზარება. კაი ჩემო კარგო, მეცოდინება. ერთი ყავა მომეცი ბათუმური. ამერიკა მოვიდი სახში. აბანეში წყალი ეტოდგეს. მე ვიბანაო ეხლა. ხო და დაიტაბორა ქვედა მეზობელი. და როგორ გაიმეტა მოსაკმაოდ. პრიოსტა შენი უსამართლო დედამ. ვიღაცა სოფელი მონატრებია ძალიან და გაატარებს ერთ კვირას. ისევ ორიანი დამიწერა ქართულმა საკონტროლოში. მესამედ. მე რა მოვხერ ხომ გოგოს უკვე აღარ ვიცი რა. ერთი მასწავლებლოს უნდა დაურეკო პირადად. თავმონა მასწავლებელო გამარჯობათ. ანასტასიის მშობელი ვარ. ხო, ეხლა რატო გაწუხებთ? ხედავ, ნიშანი მომიმეტა. 6-იანი მიწებია. გაიჭრა როგორ ჩვენს გინებამ. ჰე, აბა შემოხვედით ბავშვებო ყველანი. გამარჯობა, ნაჭა მასწავლებელო. აბა დავიწყოთ გამრავლების ტაბულა. ომარიკო 4x5. 15. ერთი გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლე შვილო, ორიანი. შენი უსამართლო დედამო. აუჯე, ნატო მასწავლებელმა დღეს 1 ტონა დავალება მოგწო დასაწერი, დასვენებულები ხართო. მე კიდე მაგრამ ნერვიულობ ქართული საკონტროლოზე. კიდე 200 არ გამოვგრა ხელი. მისამედ. ამასაც უარი ჩხუბები ცუდ ნიშნებზე? მე რომ ჩმიტავ ხოლმე. და რაზე ვეჩხუბო ხო ვერ მეტყვი. მე კი ვიყავი ფრიადოსანი და რაც აღმერთს არას წადდეს არა საქმე არ ექმნებისო. გენიოსი იყო ჭავჭავაძე რო თქვა ეს. აუ თიკო მე თუ ორიანი მივიღე ისევ, იმინა პაჟერს გავაჩენ სკოლაში. დედა თუნდა მითხრა წეღან რომ მე უკვე ყველაფერი ვიმეცადინეო. ნეტა ერთი მაგ ბავშვმა კიდე წიგნების გარდა რამე თუ იცის რა. კი როგორ არა, ჭადრაკზე დადის, ჩოგბურთზე და კიდე ცურვაზე. მერე შენ ხო დადიხარ ხოლმე ომარიკო. მაღაზიაში დადიხარ ხოლმე თონეში, რომელი შენი კლასელი დადის თონეში. ხო, ისე მეც მინდა რომ გავიზრდები, მურმანიძიასნაირი თონე მქონდეს. თონის გარეშეც გამოაცხო პურს, დუხოვკაში. მერე რა გიგია ადამიანის ზოგჯერ უთონო, მაგრამ 1000 პურის მცხოველი. დღევანდელ განათლებასაც თუ განათლება ქვია რა. პროსტა რაპონჩი მიღალა და თუ მეტყვი, დაუწყნადები იე. და ხო იცოდი ეგეთი ბიჭი რო იყო, რაღაცა შეურიგდი. ძალიან დიდი ბოდიში თიკო რა. და მე მგონი იქ იყავი რომ მითხრა, ჩემი პრინცესა იქნებიო. ანასტასია დედამ აბარა რომ მეზობლები შემიყარა უკვე და პრინცესა კი არა, ჯვარნიაშკა იქნებაო.
ომარიკო გადიოთ ახლა თორე სულს გეფიცები შენზე ვიღლის ჯავს გაიგე გოგო ბავშვთან რაღა გინდა დაწყნარდი ცოტა ეხა დაუწყნარდი კი არა ეხა რომ წავალ დემთეკლა გურგენიძეს გავამეროდებ ნახოთ მე როგორ მოეწონება ლექციებს დიანესტესიამ თქვა თეკლა გურგენიძე უნდა გავამეროდო ვაიმე ნათქვამი როა ხო იცი ნუ დაეცემი მტრის დონეზეო დაივიწყე რა всё მე ვიცი ხარ ესეც გავაკეთებ ანასტასია დედა სად არის ამდენი ხანი მომშვიდა ლილოში მივდივარ და დამიბარა და მოვამალე მოვედი ისეთი უთო ვიყიდე რო აი არ ვიცი ძვირფასი დერითი იყიდე ხომ მითხარი გუშია ფული არ მაქვს რით და გუშროთმები შეიჭერი ჩავაბარე ცეკვის ანსამბლში პესტა დილერი ხარი მინა ინგა უიაგხართ აი ბურში გავაკეთე და მეთქი მივაწოდებ ხო აი დედა შენ გაიხარელი არ ესე იგი ახლა ვფიქრობდი რა ვაჭამო ომარიკოს თქო ისე რა კარგი თემები გაქვს შენ არაპირებ შეჭრას იცი ადრე შემჭრა დედამ და მერე გაყიდა იმის მერე აღარ ვეკარები მე და თქვენ გავუგებთ ერთმანეთს ძალიან მაგრა ხო და მე სტუმრეთ ლეკვის მურაბა გავაკეთე